მოგესალმებით, დღეს 28 მარტია, სამ დღეში 31 მარტი იქნება, ეს მნიშვნელოვანი თარიღია საქართველოს ისტორიაში, ეს არის რეფერენდუმის დღე, ყველას გახსოვთ, როდესაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს დამოუკიდებლობის თაობაზე. ამ დღეს უძღვნით ჩვენ მეცნიერთა კონგრესი, ჩვენს კონგრესს ყრილობას, რომელსაც ჩავატარებთ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში, საგურამოში. ამისთვის ვემზადებით და ჩვენ ზოგიერთ მასთან დაკავშირებულ საკითხზე გვინდა პატარა ინფორმაცია მოგაწოდოთ. ჯერ ერთი ჩვენ ვიცით, რომ ძალიან რთული პერიოდი არის. მე არ მახსოვს, უკვე ლამის 80 წლამდე ვარ მისული და რომ ასეთი რთული სიტუაცია ყოფილიყოს, როდესაც საქართველოს ბედი ასე ინტენსიურად ყოფილიყოს დამოკიდებული იმ სოფლიო დიდ მოვლენებთან, ამერიკის პოლიტიკაზე, რუსეთ-უკრაინის ომზე, ჩინეთის აქტიურობაზე და უამრავი რაღაცები ისეთი ხდება, რომ ყოველ დილით დგები და იმას უყურებ ინფორმაციას, სად რა ხდება. ამ პერიოდში, ესე იგი, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის გვახსოვს ის, რომ ჩვენს შიგა პრობლემებში შეგვიძლია მიუხედავად ყველაფრისა, რა ხდება იქ, დავამყაროთ წესრიგი, მაგრამ ამას ჩვენ ვერ ვეღირსეთ, იმიტომ რომ ვერ ვეღირსეთ ჩვენ ეროვნული ხელისუფლების მოსვლას ხელისუფლებაში, იმ ხელისუფლების, რომლისთვისაც პირველი მიზანი იქნებოდა თავისი ხალხის კეთილდღეობა და ქვეყნის წინსვლა. და ყველანაირი საგარეო მოვლენები გამოიყენება იმისათვის, რომ გააძლიერონ თავიანთი ხელისუფლება, რომელიც არანაირად არ არის ქვეყნის კეთილდღეობისათვის მიმართული. ეს უბედურება გჭირს. ახლა ჩვენ ამ ტელევიზიით მოგმართავთ ხომ? ეს არის ერთადერთი ტელევიზია, რომელიც ემსახურება სიმართლეს. მათი დამფუძნებლები, ისეთი გენიალური პიროვნებები, როგორიც იყო ბერძენიშვილი, ბატონი მოქანდაკე და რეზო ჩხეიძე და მასთან ერთად მთელი საზოგადო მოღვაწეები, საქართველოსი გამორჩეულები, ამ ადამიანებმა ან ბერძად დაგვიტოვეს, რომ ეს ტელევიზია უნდა დარჩეს სახალხო ტელევიზიად. ამიტომ ჩვენ არ აგვყავს დამფუძნებლები, იმიტომ რომ ჩვენ არც ერთ დიდ ბობოლად დამფუძნებ იმას დამხმარეს არ უშვებთ აქეთ იმისათვის, რომ არ დავკარგოთ ეს დამოუკიდებლობა. გვიჭირს, რა თქმა უნდა, მაგრამ რა ვქნათ, გვყავს ჩვენ მაინც დამხმარეები, განსაკუთრებით დამხმარეები საზღვარგარეთიდან, ჩვენი ემიგრანტები, კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გადაუხადო, ახლა ჩამოთვლას არ დავიწყებ, იმიტომ რომ ზოგიერთ შეიძლება გამომრჩეს, მე კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა მოუხადო ამ ბატონებს, ქალბატონებს განსაკუთრებით, ეს ქალბატონები უფრო მრავლად არიან, ვინემ ვაჟბატონები, თუმცა ვაჟბატონებშიც არიან გამორჩეულები, რომლებიც ბევრ სიურპრიზს გვიკეთებენ და ამისთვის დიდი მადლობა მინდა. ახლა არ შეიძლება არ თქვა, რომ ამ დღეებში ჩვენმა ტელევიზიამ შეიტანა პროკურატურაში სარჩელი, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით ვიღაცამ, ალბათ უფრო მიზანმიმართულად Facebook გვერდი და საერთოდ ჩვენი ინტერნეტ მომსახურება, ესე იგი გაგვიფუჭეს, დავკარგეთ არაჩვეულებრივი ჩანაწერები და ძალიან გვიჭირს ნორმალურად ფუნქციონირება. მე საღამოს ზოგჯერ რომ მივალ სახლში, ჩემივე გადაცემა მინდა ვნახო და ვერ უყურებ მაგას. თანაც თუ უყურებ ისეთი ხარვეზებით, რომ ესე იგი კაც დაეზარება მოსმენა და ყურება. გვიშლიან ხელს, რატო გვიშლიან ხელს არ ვიცი. ამავე დროს თუ გავხედავთ ახლა ჩვენს პოლიტიკური შტაბლიშმენტს და მაგათ პროგრამებს და მაგათ მოღვაწეობას, მე პირდაპირ გეტყვით, რომ და თქვენ თვითონ განსაჯეთ, არ არსებობს არც ერთი პარტია, რომელსაც ექნება ჩამოყალიბებული გეგმა თუ როგორ უნდა შეიცვალოს მართვის სისტემა იმისათვის, რომ ის გახდეს ადამიანური და გახდეს პროგრესული ქვეყნისათვის. ჩვენ ვართ ერთადერთი მეცნიერთა კონგრესი, ვისაც აქვს ჩამოყალიბებული ეს პროგრამა, 21 პუნქტიანი პროგრამა, ვისაც აქვს
ჩამოყალიბებული დოქტრინა რომელიც აი 30 წელიწადია ვარსებობდა არ არის ეს დოქტრინა ჩამოყალიბებული დოქტრინა რომელიც ფაქტიურად ხაზს აი იმ წითელ ხაზებს გაავლებდა რომლის დარღვევა არ შეიძლება და ეს დაეხმარებოდა და უფრო მიზან მიმართულს და სასარგებლოს გახდიდა მართვას ესეც გვაქვს მაგრამ არავის ამის მოსმენა არ უნდა არც ერთი ტელევიზია ჩვენ არ გვიშებს მაუწყებელი რამდენჯერ შეგვპირდა რომ ახლა კი ბატონო ესე იგი დაგითმობთ დროს მაგრამ არ გვითმობს დროს ახლა მე გუშინ წინ უყურე იქ ლევან სანიკიძის გამოსვლას კი ახალგაზრდა საინტერესო ყმაწვილია და ბევრი ვნახე ასეთები და ხალხო ნუ შეიძლება შევადაროთ მეცნიერთა კონგრესის ნამოღვაწარი ნამოქმედარი სასარგებლო ქვეყნისათვის ამას არ უშვებთ და ყველა ვიღაცა რომელიც გამოჩნდება ნუ კი ბატონო სიმპათიურია კი ბატონო კარგად ლაპარაკობს მაგრამ ეს არაფერს დღეს ქვეყანას არ აძლევს ჩვენ კი მივცემთ ჩვენ იმედს მივცემთ ჩვენ ვაჩვენებთ სწორ გზას ჩვენ ვაჩვენებთ ოპტიმალურ გზას როგორ უნდა იმართოს ქვეყანა აი ამაში ყველა ხელს გვიშლის და ეს არ არის რა თქმა უნდა კარგი ნუ ახლა რა ვქნათ პრობლემები ბევრია მაგრამ ჩვენ დღეს მაინც მომართული ვართ იმისათვის რომ 31 მარტს კიდევ ერთხელ მოგმართოთ ჩვენ გავალთ იქ ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ტერიტორიიდან და იქედან მოგმართოთ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ თუ რას გთავაზობთ მეცნიერთა კონგრესი რას გთავაზობთ ის ადამიანები რომლებიც ჩვენთან არიან და მხარს გვიჭერენ და როგორ წარმოგვიდგება ჩვენ ქვეყნის მართვა იმისათვის რომ ეს ქვეყანა გახდეს ცივილიზებული და კულტურული და იმ კულტურულ ქვეყნების სიას შეუერთდეს ბატონ თემურ აი ასეთი სიტუაცია საკმაოდ საინტერესო და საკმაოდ რთული მაგრამ ნუ რა ვქნათ ჩვენ მაინც იმიტომ ვართ მოწოდებული რომ აი ამ ურთულეს მდგომარეობიდან ოპტიმალური გზები მონახოთ და რაც შეიძლება სწრაფად გავიყვანოთ ქვეყანა სწორ გზაზე რას გვეტყვით საიმედოს გეტყვით იმას რომ საქართველოს უდიდესი პოტენციალის ადამიანები ყავს როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ ამ ხალხს უნდა ვიცნობდეთ და ეს ქვეყნის ოქროს ფონდია და ასეთი გაბედული ადამიანებით უნდა შეიქმნას დიდი ქართული ერთობა. არის გაკეთებული ესე იგი თქვენ ძალეთ უკვე და წინვალე პროგრამებია ჩამოყალიბებული, ისეთი რომელიც აქ კი არა უცხოელებსაც კი უკვირთ. აი ნახეთ როგორი ადამიანები დასახელდა, ახლა მე 2 წუთი ყველა იმას ყველას გქონდეს საშუალება ეს პირველი 50 კაცის სია და მართაც ვინც ნახა, ვინც გაიგა, ესენი ვინც კი გაიაზრა რომ რა ხალხია დასახელებული, იმედიანად არის, ფიქრობს იმას რომ აი ასეთი ეს არის 50 და ჩვენ ალბათ ამას ახლა რატო ვაკეთებ, ამასაც ვიტყვი, ვაკეთებ იმიტომ რომ ყველა ადამიანს გადაწყვეტილება მივიღეთ რომ გაგრძელდეს ეს დასახელება, აი აგერ არის ეს ფურცელი შეგიძლიათ მიიღოთ, ასევე ჩვენს გვერდზეც დაიდება ბატონი ვახში ამასთან ალბათ შეიძლება რომ გვერდზე იქნება და რაც თავი აქ შეიძლება მოხვიდეთ, მიიღოთ და ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია რომ თავის კანდიდატურები მოგვაწოდოს, ან გამოვიდეს ტელევიზიით 4-დან 6 საათამდე ეს არის უნიკალური საშუალება, რომ 4-დან 6 საათამდე ყოველ სამუშაო დღეს ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია მოვიდეს ეს მეცნიერთა კონგრესის დროა, თავის მოსაზრება გამოთქვას, აი ნახეთ როგორი გვარებია დასახელებული, ეს არის მართლაც ოქროს ფონდია, ჩვენ ალბათ 26 მაისისთვის 200-მდე კაცის სია იქნება გამოქვეყნებული, ეს ნიშნავს რომ საზოგადოებრივი პარლამენტი იქნება, ნუ მე დარწმუნებული ვარ ტელევიზია აჩვენებს იმ დიდ ეკრანს, სადაც ისინია, ნუ საინტერესო ხალხია და შესაბამისად აი აგერ 40 ისე უკვე 40 და ეს 50 აი აგერ 10 როგორი ხალხია ესე იგი დასახელებული. მე პირველი ჩვენ რადგან საორგანიზაციო საუბარი გვაქვს ბატონო ვახში, ამიტომ ყველას მიმართავთ, ყველას გაქვთ საშუალება, გნებავთ ტელევიზიაში მოხვიდეთ, გნებავთ ნახოთ Facebook გვერდზე, ამ გააკეთოთ იმ პრინციპის მიხედვით, როგორც აი ამ ფურცელზეა ჩამოყალიბებული და ჩვენ აუცილებლად ქვეყნის გადარჩენა არის ერთ რომში ეროვნული თანხმობის პარლამენტი.
ეროვნული თანხმობის ხელისუფლება. ჩვენ გავდივართ ხალხში, აი ახლა ხვალ 31-ში სწორედ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ, აი ახლა აგერ პირველი უზენაეს საბჭოს წევრები ვიყავით იმაში, ვინც ხელი მოვაწერეთ დამოუკიდებლობის აქტს და ამის თაობაზე ვსაუბრობდით. გამოსავალი ახლა არის გავიდეთ ხალხში და ხალხს უთხრათ ზოგიერთი ისეთი რამ, რომელიც აუცილებელია, ამიტომ ამ ტელევიზიებმა ერთი ხელისუფლების მომხრე და მეორე კიდე ოპოზიციის მომხრე ასეთი ტელევიზიები არის დამანგრეველი. ბატონო ვახში მახსენა რომ გვეხმარებია, დიდი მადლობა, მაგრამ ძალიან ცოტაა ბატონო ვახში, 7-8 კაცია სულ, მე მგონი, რომელიც აგზავნის და ეს არის 50 ევროს ფარგლებში 100 евро რამდენიმე 50-100 евро იქნებოდა ბედნიერება რომ აი ყველას ვინც კი გარეთაა წასული რომ იმის განმავლობაში ერთი აქცია მაინც შეეძინა ეს დევს ყველაფერი ამაზე წლის განმავლობაში 50 ლარია ვინც კი წასულია ქვეყნის გარეთ არ არსებობს მეორე ტელევიზია რომლის აქციები იყიდება ეს ერთადერთი ტელევიზია გამოტანილია აი ამ გვერდზე უკვე ვისაც გაქვთ ეს მიღებული წერია აქცია როგორ უნდა შეიძინონ და შესაბამისად ეს იქნება უკვე გადარჩენილი ქვეყანაც აქ არ არის ტელევიზიის გადარჩენაზე მე ძალიან კარგად მესმის რატო ებძვიან ამ ტელევიზიას ძალიან კარგად ვხედავ იმას რომ შეგნებულად გააკეთეს ეს უდიდესი დარტყმა მოგვაყენეს ჩვენ მორალური ფინანსური 20,000 ლარის ფარგლებშია უბრალოდ რეალურად ბატონმა ესე იგი ნიკოლოზ მებაღიშვილმა ეს როგორც ადვოკატმა, იურისტმა ძალიან საინტერესო პიროვნებამ ჩააბარა უკვე პროკურატურაში ბატონი რომან ლურუას როგორც სააქციო საზოგადოება ქართულის თავმჯდომარე გახლავთ და ქალბატონი მანანა იმედაძის როგორც ტელევიზიის გენერალური დირექტორის ხელმოწერით ჩაბარდა ნახოთ როგორი ის ექნება მე მგონი საიტებზე უკვე დევს ეს ყველაფერი ეს ერთი რამ აი რაც ვთქვით რომ ჩვენ ესეების ქვეყნება ალბათ საზოგადოებრივი პარლამენტი რომელიც მერე უნდა წავიდეთ იმ გზით რასაც ნიშნავს ეროვნული თანხმობის პარლამენტი მე უბრალოდ მიკვირს რომ ჭკუა პარტიის იზომება იმის მიხედვით როდესაც გამოჩნდა ვხედავთ რომ სიტუაცია დაძაბული ამ ქვეყანაში და დაპირისპირებაზეა ორიენტირებული ესე იგი უკეთესი რამ რაც შექმნა მეცნიერთა კონგრესმა პროგრამები და რაც შექმნა მექანიზმი როგორ უნდა შეირჩეს ხალხი არც არსებობს გარეთაც ამას აღიარებენ ესე იგი რომ ბიძინა ამანიშვილი საქართველოს რომ უყვარდეს და ეროვნული და მართვაქნას რომ უყვარდეს არ გიკამათებით ვინც ამას ფიქრობთ მაგრამ უთხარეთ რომ აი ეს პროგრამები განიხილონ და რეალურად ამ ადამიანებს რომელიც ხალხისგან წამოვიდა სია გამოქვეყნდება ალბათ აპრილის ბოლოს 150 ამ 200 კაცის რომ 26 მაისამდე გადახედონ ადამიანებმა ნახონ თუ რაიმე შენიშვნები გვექნებათ ვიღაც შემთხვევით მოხდა ან არასწორად მოხდა ყველაფრის გასწორება შეიძლება არც ვიცი დიახ ბატონო მე მინდა უბრალოდ საზოგადოებას გავახსენო რომ ესია იცვლება თქვენ შეგიძლიათ მოხვიდეთ ყველა 5-დან 20 კაცამდე თქვენი დაასახელოთ და ვიღაცა მეც მიიღებს ვიღაცა ნაკლებს მიიღებს ეს არის დინამიურად მოქმედებს ესია ესე იგი იმ 150 კაცამდე 200 და ყველა შეგიძლიათ ზოგ შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ ესია ზოგ შეგიძლიათ მომბრძანდეთ და აქ პირდაპირ ეთერში თქვათ ვის აძლევთ ხმას ვინ გინდათ რომ იყოს და ეს პროცესი გაგრძელდება იმ 26 მაისამდე ასე რომ მიიღეთ აქტიური მონაწილეობა ამის მიზანი არის ერთადერთი რომ რაც შეიძლება ყველა ჯგუფისათვის თელი საზოგადოებისათვის მისაღები კანდიდატები მოხვდნენ აი ამ სიაში მაშინ იქნება ეროვნული თანხმობის პარლამენტი მნიშვნელოვანი რა ახლა ჩვენ მოკლედ დროში ვართ ეგერ და ამიტომ მოკლედ კიდე ვიტყვი იმის თაობაზე რომ ძალიან სერიოზული ჩვენ ვემიჯნებით იმასაც ქუჩაში ხდება 31-ში საქართველოს უნდა ჩვენ ეროვნული თანხმობის მომხრე ვართ ჩვენ შევძელით აქამდე რომ არც ხელისუფლების ლანძღვით ვართ და არც ოპოზიციის ლანძღვით არა ვართ თქვენ უბრალოდ თქვენ თვითონ ლანძღავთ თქვენი ქმედებებით საკუთარ თავს დაპირისპირება არის დღეს მტრობა ქვეყნის მართალიც რომ იყო დაპირისპირებაში ეს უკვე არის მტრობა სხვა მოსაზრება მეცნიერთა კონგრესში არ არსებობს 500-მდე კაცია გაერთიანებული აქ და ეს ძალიან სერიოზული რამ არის კიდე ეს პროგრამები ჩვენ ახლა შევეცდებით იმას რომ 31-ში 2-დან 3 საათამდე შეხვედრა შეკრება იწყება საბურამოში ჩვენ ვიწვევთ 30-40-მდე მეცნიერს
პირველი უზენაეს საბჭოს დეპუტატები, ვინც იყვნენ, აი გამსახურდიას პარლამენტი როქია, ვინც დამოუკიდებლობის აქტს მოაწერა ხელი, იმიტომ რომ ეს დიდი დღეა ძალიან, დიდი ეროვნული დღეა. პრაქტიკულად ეროვნული ხელისუფლების მოსვლის შემდგომ 28 ოქტომბერს რომ მოვიდა. ეს არის პირველი დიდი აქტი, რომელიც განხორციელდა იმით, რომ ეს იყო, ასე იგი, რეფერენდუმი ჩატარდა დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, პირველი მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა იმ სიით, ისე იმ პრინციპით, როგორადაც ჩვენ გვინდა, რომ ეროვნული თანხმობის პარლამენტი შევქმნათ, ეს მით უფრო ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა და საბურავოდან ჩვენ აი ამ დიდი მამულიშვილის და ჩვენი ერის მამის ეზოდან მე თაცმინდაზე გადაინაცვლოს, ვისაც ამის სურვილი ექნება, რომ ზვიად გამსახურდიას საფლავთან არის დაკავშირებული, აი ასე უნდა გავათქოთ ჩვენ ერთმანეთი, ვინ გავაკრიტიკებს ამის გამო, ვინ რაღაცას იტყვის, ჩვენ ამას ნაკლებად უყურებთ, ჩვენი ამოცანა არის დღეს ერთი, მეცნიერთა კონგრესის ამოცანა არის ერთი, მხარედ არ იქცეს, პირველი, მეორე, კონდეს მაგარი პროგრამა, მესამე, ხალხთან დათათბირებით შეადგინოს ძლიერი სია და გავიდეს ხალხში. და ხალხს უთხრას ეს არის ჩვენი პრინციპები, ჩვენი მიდგომა და ჩვენი პოზიცია არის ურყევი. საქვეყნის გადარჩენა არის ეროვნული თანხმობის პარლამენტში. არაფერი ამ ქვეყანას სხვა გარდა ეროვნული თანხმობის პარლამენტისა არ უშველის. ასე შედგა პირველ საუკუნეში უკვე იმ პირველი 1000 წლების დასაწყისში, როდესაც ხუჯი მოუარი თქვა და ფარნავაზი მოვიყვანეთ და გაიეთიანდა საქართველო, მეორე 1000 წლების დასაწყისში, როდესაც ამ პრინციპით სამმა უთხმა, ვინც შეიძლება ყოფილიყო, უარი თქვა ამ მეფობის ჭიდაობაზე, შეიძლება უფრო მეც ხლებს ეკუთვნოდა, ვიდრე ბაგრატ მესამეს, მაგრამ აფხაზეთის პრინციპის გამო და ბევრი რამის გათვალისწინებით შეირჩა ბაგრატ მესამე 1000 წლების დასაწყისშიც აღმოჩნდით ამ მდგომარეობაში. ქვეყანა პირველი, მეორე 1000 წლების დასაწყისში გადარჩა ერთობით. გადარჩა იმით, რომ ვიღაცამ რაღაცაზე თქვა უარი და ვიღაცამ თქვა, რომ ქვეყნისთვის უბედურებაა დაპირისპირებაო. მესამე 1000 წლების დასაწყისშიც უნდა ვთქვათ და ვამბობთ ამას მეცნიერთა კონგრესი, რომ დაპირისპირებაში არ არსებობს მართალი და მტყუარი. დაპირისპირება არის ქვეყნის ტრაგედია. მე წინააღმდეგები იმას, როდესაც იკრიბებიან და ქუჩაში გამოდიან, ლანძღავენ ხელისუფლებას და ხელისუფლება რომ გამოდის და ენით გაუგონარია ის სიტყვები, რომლითაც ლაპარაკობს ოპოზიციაზე, როგორ შეიძლება ქართველებმა ასე ვილაპარაკოთ ერთმანეთთან. მე ვამაყობ იმით, რომ არსებობს მეცნიერთა კონგრესი, ვამაყობ იმით, რომ ასეთი განწყობაა და ჩვენ მივდივართ აი ამ დღეს, არავითარი 100.000-ები და 10.000-ები არ გჭირდება ჩვენი. ვისაც ექნება სურვილი, გითხარით, რომ 30-50 კაცს მოწვევაზეა საუბარი, ვისაც ექნება სურვილი, არავინ ვერ დაუშლის ხელს. ესე იგი მივდივართ ერის მამის ეზოში. და სწორედ მე მივდივართ, რადგან ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა, იქედან მის თაცმინდაზე მის საფლავთან. ეს არის ჩვენი განწყობა. ნელ-ნელა ჩვენ ალბათ სწორი ხართ თქვენ ბატონო ვახში, იმისი რომ საორგანიზაციო გამოსვლა უნდა გქონდეს ჩვენ, მე უნდა ვთხოვოთ ყველას, რომ გადააზიარონ ეს და ეს არის ჩვენი საორგანიზაციო სიტყვა, რომელსაც ვამბობთ. ეს არის აგერ გვეუბნებიან, რომ დრო ამოგვეწირა, უკვე ლოცვა იწყება და დიდი მადლობა თუ თქვენ გაქვთ დამატებით ერთი ისა, მე რა ვიცი, ეგენი აღარ გვასვენებენ. დიდი მადლობა რომ გისვენეთ და კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ უნდა გავერთიანდეთ პროგრამებში და არა ბელადებში. დიდი მადლობა. მე მგონი ასეთი მოკლე შეხვედრა გამოდის.